დღეს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგის 63 რაუნდი იწყება. უკვე ჩატარდა თანათავმჯდომარეებთან ტექნიკური შეხვედრები. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილი. განსახილველ საკითხებს შორისაა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ასევე უფლებების დარღვევებისა და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის ფაქტები. გაიმართა წინასწარი შეხვედრები, საქართველოს დელეგაცია შეხვდა თანათავმჯდომარეებს და განხილული იყო შეხვედრის დღის წესრიგი. ძირითად თემებს შორის, რასაც საქართველოს დელეგაცია დააყენებს, იქნება პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხები, ეს არის ის რთული უსაფრთხოების ფონი, რომელიც არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მთელი რიგი განვითარებები, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა წინა რაუნდის შემდგომ ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ არსებული უსაფრთხოების გარემო. მეორე ჯგუფის ფარგლებში იქნება მსჯელობა ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხებზე, ეს იქნება ძირითადი მიმართულებები, რომელზეც გამახვილდება ყურადღება.